მოკლედ დღეს მაქვს ძალიან რთული დღე, ესეთი დაძაბული, იმ ხრივ რომ არა დაძაბული არა, მაგრამ დამღლელი. ვცდილობ რომ ჩავაბარგო ყველაფერი. უამრავი პარკია, ჩალაგებული და კიდე არ მთავრდება ეს ჩვენი ნივთები, მოკლედ თურმე რამდენი რამეა სახლში არა და ესე არ ჩანს შენახული რომ აქვს ყველაფერი სათავსოებში, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამე არის. ძალიან ბევრი რამ გადავყარე, რაც უკვე წლებია მიდევს და არ ვიყენებ. ლაშას ნელ-ნელა გადააქვს ეს ნივთები, მე ვაგროვებ და მე ერთად ჩავგვაქვს და მე მიაქვს. მოკლედ, კიდევ კარგი რომ შორს არ ვართ წასასვლელები. აქვე ახლო უბანში გადავედით საცხოვრებლად, ამიტომ მაგხრივ კარგია. დიდი მარშრუტკის ქირაობა გვინდოდა, მაგრამ ჯერჯერობით გადავიფიქრეთ. მე მაინც მოგვიწევს საწოლის გადატანაზე, მაგრამ ეხლა ჯერ ჩვენით გადაგვაქვს, რაც შეგვიძლია. იმიტომ რომ ძალიან არ ავირიოთ სახლში, იმიტომ რომ არ ვიცი ზედ გვედება მე ეს პარკები და მოკლედ ესე ნელ-ნელა მივიბარგებით. იმედია რომ უკვე მალე დასრულდება ეს გადაბარგების პროცესი. ჯერ გადაბარგება, მე ახლა იქ სანამ ყველაფერს ამოვაბარგებთ, მაგრამ ჯერ ესე ადვილათაც არ არის საქმე, როგორც გვეგონა, ესე პირდაპირ გადასვლა არ ვიცი საეჭვოა, იმიტომ რომ მე მგონი გაზი ჯერ ველოდებით გაზის ამბავს, გაზი რომ ჩაგვირთონ, მეშინია ამან არ შეგვაფერხოს, არა და აქედანაც უკვე უნდა წავიდეთ. მოკლედ ვერც აქანე ვრჩებით და ვერც იქანე რომ ვერ მიგვიღონ. მე რა უნდა ვქნათ, არ ვიცი, მაგრამ კარგი იმედი მაქვს. დავიყოლე. მოკლედ მოვრჩი, ჩავაბარგე ტანსაცმელები. კი არა და ჩავიტანეთ და წაიღო ლაშამ და მე აიტანა. დღეს თუ გადავრჩით და წელი არ გაგვიშეშდა რომელიმეს ან ორივეს, ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ იმდენი ისინი ვადრიეთ ჩანთები. პარკებით, ტანსაცმელები, დღეს გვქონდა ტანსაცმელების დღე. მოკლედ ყველაფერი გადმოვალაგე და წავიღეთ ბევრი რამე. ეხლა დამრჩება დანარჩენი რაღაცები, რაც კი არის სახში. ჭურჭელი, რავი, წიგნები, კოსმეტიკა, ფეხსაცმელებიც არ წაგვიღია. და ესეთი რაღაცეები რა. ხვალაც მთელი დღე მაგ დღეში ვიქნები და ეხლა რომ დავიბანე, მეთქი ეხლა შევჭამთქო და უცებ გამახსენდა რომ სარეცხი გავრეცხე და დამავიწყდა გაფენა. აუ, ეგ რა ცუდი მომენტია, თან დღეს ვიცი რომ 12 საათზე თუ პირველზე გაწვიმდება და ხვალ წვიმიანი დღე არის, რომ ხვალ არ გაშრება. ეხლა მინდა რომ გავფინო, რომ იქნებ უკვე საღამოა და იქნებ გაშრეს, მოასწროს ცოტა მაინც. იმიტომ რომ ხვალ ვერ გავფრენ. ხვალ წვიმაა და ზეგ გადავდივართ. არ მჯერა. ტელევიზორის პირველი ჩარჩა. გადმოვაბარგდით ნელ-ნელა. მიდი აბა მოაწრეთ ეს. რომკის მოდრება. აბზეთა პრიატნა. აუ რა მაგარია. რა მაგარი მომენტია. პრიატნა звучит. გიოძათ. ახალ ტელევიზორს. ყველაფერთან ერთად. აუ რა მაგარია. აუ ისო პრაქტიკია. რა კაი პუნქტია. სერია 2. ეხლა ახალ სახში ვამონტაჟებთ. საწოლს. ჩვენ საწოლს. ახლა გადამიდი, ხო? მარტო წამოწოლეზე რომ მეკონი უსაქმოა. ნელა ბიჭო თვალი არ ამოიტანე.
ესეთი მუშაობა თუ მახია. წამოწოლილი. მოკეთ გადმოვიდა საწოლი. ესეც ასე. ახალ სახლუკაში. 1 2 3 4 არა ეს ყველაფერი ესეთი იმდენია, ესეთი პარკები, ეს ყველაფერი ახლა დასაფასოებელია. აი ეს როგორი მომის წირა გამოვიდა, აი ხა ქვედა, აი ეს. მოიცა გეტყვი. ეს. ახლა მან დავჭდე. მე მაგით ვეხმარები, რომ აქ ჯდები უბრალოდ. დავიჭერ. აი ესე. დავიჭერ. ჩამოვჭიქი. ეწყობა. ლარში არის. უნდა დავიწყო ამაზე მუშაობა. იმ დამიჯერე გინდა რა ეკა. ბავშვების ოთახი რას გავს? ჯერჯერობით. იმედია მალე მივლაგდებით. რუქი? მამაცი ვარი. გავხსნათ. ჩავვრცოთ. ჩემი ახალი მაცი. აი ესენი არის ვასაცილები. ყინულებისთვის უკვე ჩავდა. აბა, პირველი დილა ახალ სახლში. ამბავია აქ. დივანი მოგვიტანეს, უკვე დაგხვდა რომ მოვედით. აი ესეთი ფერი. და ეს ძალიან რბილია, ძალიან მოგვეწონა ეს დივანი. ერთადერთი კუთხის არ არის, შეკუთხის გვინდოდა, მაგრამ შეიძლება მე პუფიც ვიყიდოთ. სამზარეულო, სანამ აირია დაირია, სანამ ესეთი არის, რომ არაფერი არ სადარდეს, შეძლების დაგვარად. მერე ეხა ისე არის ყველაფერი შელაგებული, აი როგორც მოგხვდა ხელში ისე შევალაგეთ და მერე უკვე უნდა დავალაგოთ, რომ მექნება. ხა მთელი სახლი ძალიან არეულია, ყველგანა ესე ყველაფერი დევს. ეხა მაცივარი ტელევიზორი ჩავრთეთ. მაცივარიც ჩავრთეთ, და ესენიერი ასახები და ძალიან საშინელი ხმა აქვს. ბავშვებს წინავთ, ამიტომ ლაშას ვუთხარი ცოტა ხანი მოიცადეთ თქო და მერე გავაკეთოთ თქო. ეს მიკროვოლნოკა წამოვიღეთ იქიდან, ძალიან მოუხდა მაცივარსაც და ჭურჭლის არეცხ მანქანას, როგორც იქნა მეგობრებო, ჭურჭლის არეცხი მანქანა მაქვს, მე თვითონაც არ მჯერა, ძალიან მიხარია ესეთი ვიყიდეთ. რა ვიცი, მე მგონი ძალიან კარგი იქნება, აი ხა გაჩვენებთ, აი ესეთი სულ ახალი. და ჯერ ესეთ არ ჩაგვირთავს, არ შეგვირთებია. გაციებული ვარ ძალიან და ცოტა შხმიტინებ, ასე რომ მაპატიეთ. აქ არის გაზქურა, ესეთი გაზქურა, აქაც გაჩვენებთ. აი ესეთი არის, ჯიფერის არის შიკნით. ეს გაზქურა და ქურა ელენბერგის არის. უი, ლაშა, ესენი ამის დასადებები ნეტა სადაა. აქ ხო არ არის. იმედია გვაქვს. ამას დასადებები უნდა გქონდეს. ხო, ესეთი ნიჟარა იყიდა, ეს ლაშა მიყიდა. თვითონ მე არ მინახავს თვითონ იყიდა, ესეთი დიდი და ძალიან ისეთი არის ნაბაროჩანი. რო იტყვიან, მოკლედ აქეთ იქით გადაზდის, გადმოდის ეს კრანი. აქ რაღაცა ის აქვს, სხვანაირი ჩამრთველი აქვს. ნუ აქ ფერის ჩასასხამია, ესენი რაღაცეებია, იღება ესენი და ისედაც დიდია რა და ეს ჭიქის გასარეცხია. აი ესე ირიცხება ჭიქა.
მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით, ახალი სახლით და ახალი სპალნით და ძველი საწოლით. როგორც ხედავთ, ვისაც გახსოვთ ჩვენი საწოლი, მოკლედ გადმოვაბარგეთ ლაშამიმდენი იწვალა ამის დაშლაზე და აწყობაზე, რომ რა ვიცი. მაგრამ ყოჩახ ყველაფერი გამოვიდა, მაინც ყველაფერი შეძლო და აგვიწყო, იმე ოღონდ იმდენი რამე ათრია და მეც შეძლებს და გვარად, მაგრამ ლაშამ რო ათრია, არ ვიცი რანაირად მოახერხა. მართლა წელი იმედია რომ არ გაუშაშდება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა დღეს ორივეს ძალიან უტკივა წელი, იმედია რომ გადავრჩებით. თავარია რომ გადმოვარგდით როგორც იქნა. დამრჩა ძალიან პატარა შტრიხები, მოკლედ ძილბინაში. უბრალოდ დღეს უნდა მივიდე, თვალი გადავავლო, რამე ხო არ მრჩება და რაღაცა წვილმანები დამრჩა, კიდე წამოსაღები გუშინ უკვე აღარ მეყო მაგის ძალა და ისედაც რაღაცნაირად თვალი რომ მიჩვეულია, ყველაფერს თითქოს ვერ ამჩნევ რაღაცებს და ერთი კარა და მაგალითად თლიანად აბაზანის პატარა კარადები რო არის, ეგ სულ სავსე დამრჩენია, ბოლოს მივხვდი რა რომ გავაღე, თუმცა დამრჩა ყველაფერი მრჩებოდა და რაღაცა წვრილმანები არის, მოკლედ წამოსაღები და თან პლუს მაგას ბოლოჯერ გადავავლებ თვალს დღეს და წამოვალთ. ძალიან მიხარია, ვერ აგიღწერთ. ძალიან დიდი ბედნიერება არის. ახალ ბინაში გავიძება, თან ისეთ ლამაზ ბინაში. მოკლედ დღეს ძალიან ბედნიერმა გავიღვიძე, თუმცა ძალიან გაციებული ვარ და კიდე ისე ვერ გამოვხატავ, იმიტომ რომ თავი ისე მტკიოდა და ცხვირშიც თხმაზეც მეტყობა ალბათ გაჭედილი მაქვს ცხვირი და მე მგონი სიცხეც მაქვს რა რაღაცნაირად გრძნობ თავს და ეხა ყავა დავლიე ნუროფენი რაღაცა ვიპოვე რავი რაღაც ჭიქები და იმედია რომ გამივლის ახლა და მოვალ ჯანზე ეს ყველაფერი ნელ-ნელა დავიწყო გადარჩევა, არ ვიცი საიდან დავიწყო, იმიტომ რომ ყველაფერი პარკებში არის, არეულდარეულია, არეულდარეული არ არის, უბრალოდ არ ვიცი რა რომელ პარკშია და მოკლედ ის არის ძალიან რთული არის თავიდან ალბათ, მაგრამ სასიამოვნო ქაოსი გვაქვს, მოკლედ ასე ვთქვათ, ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ თავის ოთახი და საერთოდ სახლი, ძალიან მოსწონთ, ძალიან ბედნიერები არიან. დღეს პირველი ღამე გაათენეს თავის საწოლებში. ეხლა ძინავთ ჯერ. ხო და ესე ნელ-ნელა რაღაცებს ვხსნით უკვე, როგორც ნახეთ, ტელევიზორი ჩავრთეთ უკვე, მეცივარი ჩავრთეთ უკვე და ასახები გვაქვს რაღაც პარკები თავისი. მე რო დაალაგდება, უფრო ლამაზად გამოჩნდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი. მაგიდა და სკამები შეკვეთილი გვაქვს. მაგიდას ჩემი სიძე მიკეთებს, ისეც ვიკეთებს, როგორც ძალიან მომწონს. და მოკლედ გვჩექნიან მაგიდას, ჩემი და ჩემი სიძე და სკამები კი გვაქვს უკვე შეკვეთილი. მოგვიტანეს 60 დღეში და პრინციპში ესეთი დიდი რაღაცები უკვე ნაყიდი გვაქვს, დაგვრჩა წვრილმანები, აუცილებლად ჭირდება ახლა უთოს მაგიდა, იმიტომ რომ ფარდები მინდა რომ ჩამოვკიდო და ფარდები დასაუთოებელია. ალბათ, რა ვიცი, სავარაუდოდ ფარდები უნდა ჩამოვკიდო და ისე ნაყიდი მაქვს, საშრობი მაქვს პატარა, ჯერჯერობით მექნება, მაგრამ ცოტა დიდი საშრობი მინდა რომ ვიყიდო. და რა ვიცი, აბა რაღაც წვრილმანები გამოჩნდება ეხლა დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოჩნდება და ნელ-ნელა ყველაფერს ვიყიდი. ასე რომ ესეთი ამბები, მაპატიეთ ცოტა ესეთი რო ვარ დაწეწილი. ჯერ არ ვიცი სად რა მაქვს, სავარცხელიც არ ვიცი სად არის. და მოკლედ ესეთი მინიმალური აუცილებელი რაღაცები მაინც უნდა ვიპოვო ეხლა. ეხლა კიდე ხელოსანია მოსული რაღაც პატარა საქმე დარჩენია და
გააკეთებს და მე სახლი მთლიანად ჩვენს განკარგულებაში იქნება, ასე რომ ნელ-ნელა ყველაფერს მივხედავთ. ყველაზე დიდი მადლობა მოლოცვებისთვის, კეთილი სიტყვებისთვის,